მოგესალმებით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ მომდევნო საინფორმაციო ვიდეოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესახებ. ამ ვიდეოში კარიერული წინსვლის 3 მიმართულების შესაბამისად განვიხილავთ კონკრეტული ფუნქციების მაგალითებს და ვისაუბრებთ უკვე წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლების მიერ განსახორციელებელ პირველ აქტივობაზე. შეგახსენებთ, რომ სქემით განსაზღვრულია კარიერული წინსვლის 3 მიმართულება: სწავლა-სწავლება, მართვა ადმინისტრირება და საგანმანათლებლო კვლევა. პირველ ეტაპზე უკვე წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე მოქმედმა მასწავლებლებმა და სპეციალურმა მასწავლებლებმა უნდა აირჩიონ ამ მიმართულებიდან ერთ-ერთი. როგორ უნდა აირჩიოთ მიმართულება? თქვენ გაქვთ სრული ავტონომია, აირჩიოთ ის მიმართულება, რომელიც თქვენთვის ყველაზე საინტერესოა. ამისათვის წამყვანი მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებლები სკოლას მიმართავენ განცხადებით, რომელშიც უთითებენ სასურველ მიმართულებას, სწავლა-სწავლებას, მართვა ადმინისტრირებას ან საგანმანათლებლო კვლევას. მენტორი მასწავლებლები კი განცხადებით მიმართავენ საგანმანათლებლო რესურს ცენტრს და ასევე უთითებენ სასურველ მიმართულებას. გასათვალისწინებელია, რომ თუ კი წამყვანი მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი დასაქმებულია ერთზე მეტ საჯარო სკოლაში, მან სქემის მიზნებისთვის უნდა შეარჩიოს მათგან მხოლოდ ერთ-ერთი. ხოლო თუ მენტორი მასწავლებელი დასაქმებულია სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურს ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე ერთზე მეტ საჯარო სკოლაში, ამ შემთხვევაში სქემის მიზნებისთვის მან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი საგანმანათლებლო რესურს ცენტრი. მოდით ვნახოთ კონკრეტული მაგალითი საგნის მასწავლებლისთვის მიმართულებაში სწავლა-სწავლება. წარმოვიდგინოთ, რომ სკოლაში კვლევის შედეგად გამოვლინდა პრობლემა. დაწყებით საფეხურზე მათემატიკის მასწავლებლები ნაკლებად იყენებენ თვალსაჩინოებებსა და მრავალფეროვან რესურსებს. ამ პრობლემის შესაბამისი საჭიროების საპასუხოდ წამყვანი მასწავლებლისთვის ფუნქციად შესაძლოა განისაზღვროს დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერა მრავალფეროვანი რესურსების შექმნასა და დანერგვაში. ეს არის ერთი სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი რეალური, კონკრეტული და გაზომვადი საქმიანობა ერთი სკოლის ფარგლებში. ახლა კი მენტორის მაგალითიც განვიხილოთ. წარმოვიდგინოთ, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში გამოიკვეთა იგივე პრობლემა. მენტორი მასწავლებლის ფუნქცია ამ შემთხვევაში იქნება მუნიციპალიტეტის კონკრეტული, მაგალითად, ორი სკოლის მათემატიკის მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერა მრავალფეროვანი რესურსების შექმნის მეთოდოლოგიაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. შევადაროთ, წამყვანი მუშაობს ერთ სკოლაში, მენტორი კი რამდენიმე სკოლის მასშტაბით ცოდნის გაზიარებაზეა ორიენტირებული. ახლა კი განვიხილოთ იმავე მიმართულებაში, სწავლა-სწავლებაში, სპეციალური მასწავლებლის მაგალითი. წარმოვიდგინოთ, რომ სკოლის დონეზე პრობლემად გამოიკვეთა შემდეგი საკითხი. დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს უჭირთ სხვადასხვა აკადემიური მზაობის მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა გაკვეთილზე. შესაბამისად, წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ფუნქცია ამ შემთხვევაში იქნება ამ მასწავლებლების მხარდაჭერა სწავლის უნივერსალური დიზაინის სტრატეგიების შერჩევასა და გამოყენებაში. ეს არის პირდაპირი შიდა სასკოლო მხარდაჭერა ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებისთვის. მუნიციპალიტეტის დონეზე კი პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ რესურს ცენტრის რამდენიმე სკოლაში სპეციალურ მასწავლებლებს უჭირთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა. ამ შემთხვევაში მენტორის სპეციალური მასწავლებლის ფუნქცია იქნება ამ სკოლების სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ადაპტირებული რესურსების შექმნის მეთოდოლოგიაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, რაც გაცილებით ფართო აუდიტორიას მოიცავს და ცოდნის გაზიარებას უწყობს ხელს. მოდით გადავიდეთ მართვა ადმინისტრირების მიმართულების მაგალითზე, საგნის მასწავლებლისთვის. წარმოიდგინეთ, რომ სკოლაში კვლევის შედეგად გამოვლინდა ასეთი პრობლემა. დაწყებით საფეხურზე დამრიგებლები ვერ ახერხებენ ბულინგის შემთხვევების ეფექტურად მართვას. წამყვანი მასწავლებლის ფუნქცია ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაწყებითი საფეხურის დამრიგებელთა პროფესიული მხარდაჭერა ბულინგის პრევენციის მექანიზმის დანერგვაში. ეს არის მიზანმიმართული საქმიანობა ერთი სკოლის შიგნით, კონკრეტული გამოწვევის მოსაგვარებლად. ახლა კი მუნიციპალიტეტის დონე. თუ აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლას აქვს ბულინგის მართვის პრობლემა, მენტორი მასწავლებლის ფუნქცია ამ შემთხვევაში იქნება სკოლების ადმინისტრაციის მხარდაჭერა ანტიბულინგური პროგრამის შემუშავებასა და დანერგვაში.
მაშასადამე წამყვანი დამრიგებლების კონკრეტულ ჯგუფს ეხმარება პრობლემის მოგვარებაში, მენტორი კი მთლიანად სკოლის ადმინისტრაციას, რამდენიმე სკოლის მასშტაბით. ახლა კი მართვა ადმინისტრების მიმართულების მაგალითი განვიხილოთ სპეციალური მასწავლებლისთვის. სკოლის დონეზე პრობლემა შეიძლება იყოს ინკლუზიური განათლების სპეციალისტებსა და საგნის მასწავლებლებს შორის არაეფექტური თანამშრომლობა. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ფუნქცია ამ შემთხვევაში იქნება სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერა ინკლუზიური განათლების სპეციალისტებსა და მასწავლებლებს შორის კოორდინაციის მექანიზმის შექმნასა და დანერგვაში. მუნიციპალიტეტის დონეზე კი პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ რესურს ცენტრის რამდენიმე სკოლას არ აქვს შემუშავებული ინკლუზიური განათლების განხორციელების სამოქმედო გეგმა. აქ მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქცია იქნება მუნიციპალიტეტის კონკრეტული სკოლების მხარდაჭერა ინკლუზიური განათლების განხორციელების სამოქმედო გეგმის შექმნასა და დანერგვაში. ეს უკვე სტრატეგიული გრძელვადიანი დაგეგმვაა, რომელიც რამდენიმე სკოლის ინკლუზიური განათლების ხარისხს გააუმჯობესებს. გადავიდეთ მესამე მიმართულებაზე, საგანმანათლებლო კვლევა. განვიხილოთ საგნის მასწავლებლის მაგალითი. სკოლის დონეზე პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლები არ თანამშრომლობენ და არ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. წამყვანი მასწავლებლის ფუნქცია იქნება სწორედ ამ თანამშრომლობაზე მოქმედი ფაქტორების კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება. ეს არის მიზანმიმართული კვლევა, რომლის შედეგებიც კონკრეტულ სკოლაში სიტუაციას გააუმჯობესებს. მუნიციპალიტეტის დონეზე კი პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ რამდენიმე სკოლაში თანამშრომლობის კულტურა დაბალია, რაც სწავლების ხარისხზე უარყოფითად აისახება. აქ მენტორის ფუნქცია იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით თანამშრომლობის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და შედეგების გაზიარება სკოლებისთვის. ანუ წამყვანი ერთ კონკრეტულ სკოლაში ატარებს კვლევას, მენტორი კი საუკეთესო პრაქტიკებს აგროვებს და ავრცელებს მუნიციპალიტეტის დონეზე. და ბოლოს, საგანმანათლებლო კვლევის მიმართულების მაგალითი სპეციალური მასწავლებლისთვის. სკოლის დონეზე პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ მათემატიკაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აკადემიური შედეგები არ იზრდება. ამ შემთხვევაში წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის ფუნქციად შეიძლება განისაზღვროს მათემატიკაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე მოქმედი ფაქტორების კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ეს არის ღრმა შიდა სასკოლო კვლევა, რომელიც კონკრეტული მოსწავლეების საჭიროებებს პასუხობს. მუნიციპალიტეტის დონეზე კი პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ რესურს ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე სკოლას უჭირს მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულეების პირველადი მართვა. ამ შემთხვევაში მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქცია იქნება სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულეების პირველადი მართვის მიმართულებით წარმატებული პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება სკოლებისთვის. ეს უკვე ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომელიც რამდენიმე სკოლას ეხმარება საერთო გამოწვევის დაძლევაში. მოდით შევაჯამოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები. პირველ რიგში ეს სქემა თქვენ სკოლასა და მის რეალურ საჭიროებებს ემსახურება. ამასთან წამყვანი და მენტორი მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის. მოდით შევაჯამოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები. პირველ რიგში თვალსაჩინოა, რომ სქემა თქვენ სკოლასა და მის რეალურ საჭიროებებს ემსახურება. ამასთან წამყვანი და მენტორი მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის ფუნქცია არ არის ზოგადი და ბუნდოვანი. ეს არის კონკრეტული გაზომვადი საქმე, რომელიც რეალურ გავლენას ახდენს. და ბოლოს, თქვენ ირჩევთ იმ მიმართულებას, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენს ინტერესებთან, რომელშიც გსურთ პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარება. ახლა კი დროა ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯებზე. პირველ რიგში დაფიქრდით და აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო კარიერული წინსვლის მიმართულება. შემდეგ დააფიქსირეთ განაცხადით თქვენი არჩევანი კონკრეტულ სკოლაში. თუ წამყვანი მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი ხართ, ან საგანმანათლებლო რესურს ცენტრში, თუ მენტორი მასწავლებელი ხართ. სექტემბრიდან უკვე შეძლებთ თქვენი საქმიანობის დაგეგმვას არჩეული მიმართულების შესაბამისად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქტიურად ჩაერთეთ ცენტრის მიერ შემოთავაზებულ საინფორმაციო შეხვედრებში, ტრენინგებსა თუ სხვა პროფესიული განვითარების აქტივობებში. მომდევნო ვებინარის ფარგლებში შემოგთავაზებთ ინფორმაციას კარიერული წინსვლის სურვილის შემთხვევაში მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. ასევე წამყვანი, მენტორი თუ წინსვლის მსურველი მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის მიერ შესასრულებელი ფუნქციის, შეფასების პროცედურებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებებს თქვენს პროფესიულ გზაზე.